რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი გახარია დატოვებს თუ არა ზურაბიშვილის ფორმატს ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ დაარღვია შეთანხმება და წულკიანის კომისიაზე მივიდა ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის კითხვებზე პასუხების გასაცემად. დღეს გახარიას გუნდის წევრები მის მტკიცებაში არიან, რომ პერსონალურად მიიღო გიორგი გახარიამ კომისიაზე მისulis გადაწყვეტილება და რომ გიორგი გახარია კითხვებს არ გაურბის და ყველა ფორმატში შეუძლია კითხვებს პასუხი გასცეს. სხვათა შორის ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები გააბრაზებულები არიან იმ შეფასებებზე, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან მოისმინეთ, მათთვის კრიტიკა არის მიუღებელი. რანაირი სხვა რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არსებობს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ მისვლით ან არ საუბრით საზოგადოებას უფრო დიდ საქმეს უკეთებს, ვიდრე საუბრით, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გზა და ჩვენი, ესე ვთქვათ, გეგმა და სტრატეგია არის ესეთი. ხა ამის გამო ყველამ თავი დაანებოს სპეკულაციას და თავის დღესდღეობით მიხედოს. ჯერ გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაც ერთობაზე, მერე გამოდიან და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც შეიძლება იყოს ამ პლატფორმის ერთადერთი ეფექტური შესაძლებლობა, ამას პირდაპირ შეტევას აკეთებენ, ამაზე ილანძღებიან და მერე ამბობენ რაღაცა შეთანხმებებზე, რაღაცა შეთანხმების დარღვევაზე. ოპოზიციის გარდა გიორგი გახარიას აკრიტიკებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. კრიტიკის ქართ ცეცხლში ყოფილი პრემიერი გაატარეს სინდისის პატიმრების მშობლებმაც. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით თავისუფლებისთვის მებრძოლების ოჯახის წევრებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათ გიორგი გახარიასგან უკვე აღარაფერი აღარ უკვირთ, აღარც ის გაუკვირდებათ თუ პარლამენტში შევა, დაიწყებს ქართულ ოცნებასთან ერთად მუშაობას და არც ის გაუკვირდებათ თუ ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, პატიმრების ოჯახების მთავარი მოთხოვნა არის, რომ არ ივაჭრონ მათი შვილების თავისუფლებით. სწორედ ახლა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩატარეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკურმა ძალებმა მონაწილეობა არ მიიღონ. ჩემი თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამეა არასწორი, მაგრამ აი თუ მაგათ შეხვდებოდა და ასეთ საუბარს გააბამდა, მაშინ ჩათვალე რომ შევა პარლამენტში და მეცაც გააკეთა. მაშინ არ უნდა მისულიყო, როგორც ხვებმა თქვეს, გამოიძახეს და რო არ მივიდნენ, ისე არ უნდა მისულიყო, თუ იყო ჩვენი მომხრე. ჩვენო შეხვედრა გქონდა ბოლოს ჩვენ ოპოზიციონერებთან. გახარია არ შევხვდა ჩვენ ცოცხალი თავით. გახარია ჩვენთან არ გამოცხადებულა. ეგრევე მაშინათვე გამიჩნდა იწვისვალი, რამე საეჭვო სიტუაცია ხო არ არის მეთქი და ეხლა უფრო ეჭვის ქვეშა ვარ კი არა, ყარად ფიქრობ, რომ ეგრე იქნება შევა მე მგონი. პარლამენტში და მე ჩემი მხრიდან გეტყვით, ყველა დედას აზრი ერთნაირია, იცით თქვენ, ჩვენ ჯაჭური რეაქცია რო გვაქვს ყველაფერზე, მაგრამ გახარია თუ პარლამენტში შევიდა და თუ რამე ვაჭრობა მოხდა ჩვენი შვილები და იმის ფონზე განხორციელდა ეს ყველაფერი, ჩვენ არავის ამას არ ვაპატიებთ. მე პირადად არავის არ ვაპატიებ და არავის არ უსურვებ გამწარებული დედის წინაშე დადგომას. გახარია ჩემთვის დასრულდა იქ, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა და ზოგმა თვალი დაკარგა და დაჭრილი ჟურნალისტი მახსოვს და კიდევ ბევრი გასცისხლიანებული ადამიანი ეგ ასე რომ იქ დამთავრდა და იქ დავსვი წერტილი და ეხა რა სიზავს იმ კომისიაზე თუ ამ კომისიაზე, როგორ გააგრძელებს თავის კარიერას, როგორ რაღაცა შეხვდება მის შემატკივრებს თუ არაგულ შემატკივრებს, ეს უკვე თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ იფიქროს და მისმა კიდე გულშემატკივრებმა. რას ფიქრობს დარღვეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ისევ უცნობია. სალომე ზურაბიშვილი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა.